ადამიანს აქვს იმდენი რესურსი, რომ თვითაღიარება მოახდინოს და განსაზღვროს, რომ მას აქვს გარკვეული გამოწვევა და თავად მიმართოს სპეციალისტს, მაგრამ რა თქმა უნდა, არის ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც ადამიანი ვერ განსაზღვრავს, ან რაღაცა დაბრკოლებები აქვს თვითაღიარებასთან მიმართებით, ან სხვა პრობლემები თუნდაც რა მნიშვნელობა აქვს და არ მიმართავს სპეციალისტს და ამ შემთხვევაში ოჯახის წევრებისთვის ეს ხდება უკვე ალბათ ტრავმული გამოცდილება, ხო? მათთვის რთულია, როდესაც ხვდებიან, რომ მათი საყვარელი ადამიანი საჭიროებს დახმარებას და ის ამნაბიც არ ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოხდეს მსუბუქი ინტერვენცია ისე, რომ ეს იყოს ეფექტური და არ იყოს დამაზიანებელი მეორე მხარისთვის. ხო, უყურეთ, აი ხა როცა ჩვენ საუბრობთ და ვიღაცა გვიყურებს და გვისმენს, ხო? აქ იქნება ადამიანები, რომლებმაც შეიძლება თვითონ გამოადგეთ ეს ინფორმაცია საკუთარ თავზე, შეიძლება ოჯახის წევრზე გამოადგეთ ეს ინფორმაცია, შეიძლება თანამშრომელზე, ახლობელზე, მეზობელზე ან სულიად რაღაც